ჯობათ მეგობრებო, გუშ ხაზარაძემ პირველზე თქვა, რომ ესე იგი იქნებ ბიზნეს ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას რომ მივიღეთ, იქნებ რომელიმე ერთი ქალაქი მაინც გამოვტაცოთ ხელიდანო სისულელია და ამის მაგალითია წალენჯიხის მაგალითი, რომელმაც არაფერი არ შეცვალა, ამის მაგალითია რუსთავი, როდესაც რუსთავი საკრებულო ოპოზიციური იყო, მაგრამ მაინც არაფერი არ შეცვლილა. Klienat ყველა ქალაქი რომც მოიგოს ოპოზიციამ მაინც არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ ეს არის ადგილობრივი დონის და შესაბამისად ცენტრალურ ხელისუფლებაში ქოცევი დარჩებიან და ამით არაფერი არ შეიძლება აქედან გამომდინარე ბლეფი და ტყუილია. ჩემი აზრით ამას ხდება, რო ვერ ხდებოდეს სისულელია ხაზარაძე, მაგრამ ფიქრობ მისი ამ ფერცვალების უკან დგას სავარაუდოდ ჩემი აზრით რაღაც ბიზნეს გარიგება, შეიძლება ეს იყოს ლაზიკას პორტთან დაკავშირებული რომ შეიძლება გარიგდნენ რომ ლაზიკის პორტში დაბრუნდება, ვინაიდან ჩინელები ვერაფერს და არაფერს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია ფურცელზე ისინი არიან ინვესტორები, შეიძლება საბანკო სექტორში რაღაც გარიგებაზე წავიდნენ, ან ორივეზე ერთად და არ ვიცი, მე თორემ მენტალურად არც ბიზნესად, არც ხაზარაძე ერთმანეთსგან არ განსხვავდებიან, ეს დაადასტურა იმან დღევანდელმა დღემაც და მაშინაც, როდესაც იჩხუბეს, მათ შორის პრობლემა იყო არა რამე იდეალისტური რაღაცები, არამედ წმინდა ბიზნეს ინტერესები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე ეს მოსაზრება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი იდეატივი, ალბათ თქვენ იცით, კარგად ბრძანებოდეთ.